გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო ტრადიციულად სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად რეჟიმის ყველა პატიმარს. ნუ მალე გათავისუფლებას უსურვებ, რა თქმა უნდა ყველას. გუშინ პროკურატურაში ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც პროკურორმა მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციური პარტიის დაპატიმრებულ ლიდერებს ახალი ბრალი წარუდგინა სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობისა და საბოტაჟის მუხლებით. მოკლედ ციხეში ხომ უზით ლიდერები, მაგრამ არ ეყოთ და ზემოდან კიდე ციხე დააშენეს თვითფასო მეგობრებო. ანუ რომ უფრო დიდ ციხეებში ისხნენ შიგნით. ანუ ეს რაღაცა დიდი რაღაცა აქვს ესეთი მოფიქრებული. ანუ არ ისვენებენ. მუდმივად ახალ ბრალებს გვთავაზობენ. ნუ არ ვიცი რა ვთქვა, ესეთი უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. საქართველოს ისტორიაში უსამართლობის რენესანსის ხანაა. უსამართლობის ოქროს ხანა, ასე შევა ისტორიაში ეს წლები. მიუხედავად წნეხისა და დაჭერებისა, არ წყდება პროტესტი რუსთაველის გამზირზე, მთავრობას იჭერს ყველას. უკვე ოჯახებით იჭერენ ხალხს, იჭერენ ხანში შესულ ქალბატონებს, დედებს, მალე შეიძლება ფეხმძიმე ქალები დააპატიმრონ, იმიტომ რომ ბავშვი რომ დაიბადება, უკვე ნასამართლები დაიბადოს. მიხვდით? ქართული ოცნება იჭერს პატიოსან მოქალაქეებს, მაგრამ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს ყოფილ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. იცით რამდენი თანხაა გაფლანგული? ბოლო რამდენიმე წელიწადში 5 მილიარდია მიღებული კორუფციული ტენდერებით, ძვირფასო მეგობრებო. 5 მილიარდი არის 5,000 მილიონი. ანუ 5,000 მილიონი მარტო ამ წვრილფეხა და მსხვილფეხა ჩინოვნიკებს და მათ ახლობლებს აქვთ მოპარული ამ ქვეყნიდან, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იყვნენ ესე გაშლილები ესე. მთელ ქვეყანას მოდებულები, ერთი სიტყვით საქართველოს ჰქონდათ სკასავით და თვითონ მუშაფუტკრებივით შესეულები იყვნენ. ერთი მუშაფუტკარს უკვე ჩააბარებინეს 7 მილიონი დოლარის თაფლი. ალბათ დანარჩენებსაც მოუწევთ თაფლის გაცემა, რა ვიცი, მე ამის იმედი მაქვს. საინტერესოა რას ამბობს ამ მასშტაბურ კორუფციაზე გია ვოლსკი. მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის. მართლაც მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ პრემიერ-მინისტრი, გენპროკურორი, თავდაცვის მინისტრი, სულსის უფროსი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო კორუმპირებული, თორე დაღუპული ვიყავით ძვირფასო მეგობრებო, მთელი სახელმწიფო. მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არისო. ვოლსკიმ ამოისუნთ ქაღალდა, მეც ღმერთო ჩემო, როგორი სიმშვიდე დამეუფლა რომ იცოდეთ ვოლსკის ამ განცხადების შემდეგ, აი რომ იტყვიან დავწყნართი. თურმე მთელი ხელისუფლება კი არ ყოფილა კორუმპირებული, სულ რამოდენიმე კაცი. მეტი არავინ. მე მგონი ვოლსკიმ არ იცის, რომ მთავრობაში კორუმპირებული არის ის ადამიანი, ვინც ბიძინას უნდა რომ იყოს კორუმპირებული იმ კონკრეტულ მომენტში. თორე კორუმპირებული შეიძლება ყველა იყოთ მანდ. აქ მთავარია ბიძინას როდის მოუნდება რომ კორუმპირებული იყოთ. მიხვდით? აი ესეთი რაღაცნაირი სიბრძნე გამოვაფრქვია უცებ აი ესე. კორუფციაზე საინტერესო განცხადება გააკეთა ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნახოთ რა თქვა მან. დღეიდან გუშინდლიდან მიღებული გადაწყვეტილებებში თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. მთელი 13 წელი ფულის გახომ გამოწურეს ქვეყანა. ეგ არაფერი. მთავარია ახლა თუ მოხდება კორუფციაო. ახლა რაღა უნდა მოხდეს? ბოლო თეთრამდე ვართ გამოშიგნულები და რაღა უნდა მოხდეს ახლა? ახლა იმის მეშინია ამ გამხეცებულმა ჩინოვნიკებმა ჩვენი სახლებიდან არ დაიწყოთ ავეჯის გაზიდვა. მეტი შიშიში არა მაქვს. ისეთ მდგომარეობაში არიან უკვე.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა კანდიდატ ქვეყნებზე გამოაქვეყნა შეფასებები. ქვეყნების შეფასებები იყო დადებითი, საშუალო და საშინელი. კატეგორიაში საშინელი მოხვდა მხოლოდ საქართველოს ძვირფასო მეგობრებო. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა. ევროპის შეფასებით საქართველოს მთავრობას მთელი რიგი პრობლემებთან ერთად აქვს დემოკრატიის უკუსლა. ამ შეფასებებს გამოეხმაურა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ნახოთ მისი განცხადება. დემოკრატიული უკუსლა არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ევროკავშირის ინსტიტუტებს ახასიათებს. შალვა პაპუაშვილი რას ამბობს? უკეთ რომ აგიხსნათ, აი წარმოიდგინეთ, გინდათ ავტომობილი. გააკეთეთ განაცხადი მერსედესის ქარხანაში და მერსედესმა მოგცათ შანსი რომ სრულიად უფასოდ გააძლევთ ავტომობილს. ოღონდ თუ მოუვლითო იმ შემთხვევაში მოგცემთო. ხო და ესენი მოახტნენ ამ მერსედესს, არ რეცხავენ, ზეთს და ფილტრს არ უცვლიან, ბოლოს კედელზე მიაჯახეს, ასე დაადრახუნებენ აქეთ-იქით და იძახიან რომ თუ რამეს აქვს უკუსლა, ეს არის მერსედესის ქარხანაო. როგორც ავტომობილებს უშვებენო. იფიქრებთ რა შუაშია მანქანა და ევროპაო, მაგრამ რა ვიცი, ვიღაცისთვის მერსედესი უფრო მტკივნეულია ვიდრე ევროპა და საქართველოს მომავალი და იქნებ ასე მაინც გაიგოთ უკეთ აი რას ხსნი მე მაგალითად. თავრობა რომ ლანძღავს ევროპას, ეს არ არის საკმარისი, პროპაგანდისტულ მედიებსაც იყენებენ ამ მიზნით. ნახოთ რა ინფორმაციას ავრცელებს ოცნების პროპაგანდისტული TV-იმედი. გერმანიაში საკანონმდებლო პროცედურების გამარტივების შემდეგ 22,000-ზე მეტმა ადამიანმა სქესი შეიცვალა. იმედი, ეს რა არის? უნდა გაამძაფროთ კიდე. თან ისიც როგორი კლინიკებია, ესე. აი შედიხარ მანქანით დრაივზე, გამოყოფს ექიმის სკალპელს, ჰოპ და გამოდიხარ დრაივიდან სქესი შეცვლილი. სქესის შეცვლის დრაივი, წარმოიდგინეთ რა საინტერესოა. ან ასე გერმანიაში 22,000 ადამიანმა სქესი შეიცვალა, ასევე 1000-ობით მამაკაცმა დაიწყო საკუთარი რძისგან ყველის და არაჟნის წარმოება. ესეც დავამატოთ რა პრობლემა, მეტი ფანტაზია, მეტი კრეატივი. არ ვიცი, ეს რეები ხდება მართლა ამ ევროპაში. ეს რეები ხდება გერმანიაში, ახლა რაც მოვისმინე, ახლა ჩასვლაც კი არ მინდა. მე რაც გავიგე, ვინც გერმანიაში ჩავიდა, ყველა კაცს ხმა დაუწვრილდა თურმე. მე ესეთი ამბავი გავიგე. თურმე ეს ყოფილა გაგების პირველი სიმპტომი. თავიდან სიცხეს გაძლევს 37.5 და მე ეს ხმა გიწვრილდება ავტომატურად, თუ აი ესეთი ინფორმაცია მაქვს მე მაგალითად. ძალიან საინტერესო ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც ეძღვნება ოცნების დასალურ პროპაგანდას და კონკრეტულად კი ბიზინა ივანიშვილის 2024 წლის წინა საარჩევნო ინტერვიუ, სადაც ის მამაკაცის რძეზე საუბრობდა. ნახოთ ვიდეო, ეს ვიდეო არის თელავის საკრებულო, სადაც ოპოზიციის წევრი ლელოს წარმომადგენელი ცოტა ირონიულად სვამს კითხვას. ნახოთ. ქართული ოცნების დამფუძნებელი ბატონი ბიზინა ივანიშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მომრავლდნენ მეწვეული მამაკაცია. და მათი ძე არის ძალიან კანონმდებლობრივი და ერთ-ერთი მეწვეული კაცები. და ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. დისკრიმინაციას ხო არა შავგილი, რომ კახეთში მარტო ქალებს უტარებს სკრინინგს და როდის გეგმავს ქართული ოცნება კახეთში მეწველ კაცებს ჩაუტაროს ძუძუს კიბოს სკრინინგი. აი ესეთი სხვათა შორის წელს ვერ მივედი სკრინინგზე, რავი დღეს ხვალ და ვერ მოვიცალე, რავი ჩატში დაწერეს და შეიძლება იქითა კვირაში წავიდე თელიუბნის ბიჭები, რა ვიცი, ესე დაწერეს ბიჭები. იაზრებთ კი, ხო, აი ამ ინფორმაციას. საერთოდ რა მოსატანია კაცის ძუძუს კიბოს სკრინინგი? მაშინ როცა საერთოდ ყურადღება არ გვექცევა მეძუძურ მამებს. მეძუძურ მამებს, მიტოვებულად ვგზნობ თავს, თავრობა სულ ფეხებზე ვკიდივართ, სულ ფეხებზე. ქართული ოცნება ლანძღავს ევროპას, აკრიტიკებს ამერიკას, სამაგიეროდ სიხარულით გვამცნობს, რომ სულ მალე საქართველოში 9 მილიონ კვადრატულ მეტრზე არაბები დაიწყებენ გრანდიოზულ პროექტის განხორციელებას. ფაქტიურად 2 ქალაქი უნდა აშენდეს და როგორც ამბობენ, დაგეგმილია 30,000 არაბის საქართველოში ჩამოსახლება.
ორი მცხეთის ხელა ქალაქი. მოკლედ ოცნება ჰგავს დავით აღმაშენებელს, მან 40,000 ყირჩაღი ჩაბოას, ახლა ოცნებამ 30,000 არაბი. უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ აღმაშენებელმა დიდგორზე უკან წასასვლელი ჩაგვიხერგა და ოცნებამ კიდე წინ წასასვლელი გზა ჩაგვიხერგა მთელ ქვეყანას. 9 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა ჩვენი არაბი ძმები და დების დიდი მიგრაცია საქართველოში. ორი მცხეთის ხელა ქალაქის აშენებას აპირებენ 30,000 არაბზე გათვლის. იქით პაკისტანი, ინდოეთის დიდი შემოსევა გვაქვს, ზემოდან რუსების და ერთ 20 წელიწადში ქართველი ხალხი ახლა უკვე როგორც ეროვნული უმცირესობა იბრძოლებს იმისთვის, რომ დართონ ნება არჩევნებში მონაწილეობის და სკოლებში მრავალ ენებთან ერთად იქნება ქართულიც. ოღონდ არჩევნით. ქართული ოღონდ არჩევნით. ქართული ოცნებით ვინც უკმაყოფილო ხართ და ვინც ცვლილებებს ელოდებით, თქვენთვის ერთი ინფორმაცია მაქვს ძვირფასო მეგობრებო, ამ ინფორმაციას თავად ირაკლი კობახიძე მოგვახსენებს. მინდა რომ დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე. მე გავიგე რომ არმატურები და ჟეშტი ჰქონიათ შეკვეთილი საქართველოს გადახურვას აპირებენ მთლიანად რომ ზემოდან ღმერთმაც ვერ გადმოგხედოს ძვირფასო მეგობრებო. კობახიძემ 10 წლიანი გეგმა გაგვიწერა შვენივრად თან 10 წელი ჩვეულებრივად 2036 წლამდე. და თუ ოპოზიციაში გაგრძელდება ხოცვა, ჟლეტვა, დაჭმა და ერთმანეთის განადგურება, უკვე 20 წლიან გეგმის გაწერაც შესაძლებელი იქნება ძალიან თავისუფლად. კობახიძე დაგვიანონსებს ამასაც. ირაკლი კობახიძის მორიგი სასიხარულო ინფორმაცია მინდა გამცნოთ. ეს იმ ხალხს ეხება, ვისაც გონია რომ ქვეყანაში სიღარიბეა. ვნახოთ რას გვეუბნება ირაკლი. სიღარიბე 30%-დან არის შემცირებული 9.4%-მდე. ახლა მთავრობა მუშაობს, როგორ გადაიტანონ ეს ციფრები მაცივრის შიგთავსებამდე. ერთი სიტყვით ძვირფასო მეგობრებო, სიღარიბე არის 9%-მდე დასული და ნაგვის ურნებთან თუ ისევ იმდენი ადამიანი დაინახეთ, იცოდეთ რომ იმ ადამიანების მხოლოდ 9% არის ღარიბი. დანარჩენები ტყუილად სხვების დასანახად იქექებიან იმ ნაგავში. სხვების დასანახად. და ბევრი ამ მთავრობაზე განაწყენებული ადამიანი არის იქ. ფონს ქმნიან, რომ თითქოს სიღარიბე მიაქვს ქვეყანა და ვითომ აი სპეციალურად ოპოზიციიდან გამოგდებული ხალხი, აი ესე დადიან სპეციალურად რომ დაანახონ ყველას რომ აქ სიღარიბეა. სიღარიბე ქვეყანაში დაძლეულია, ახლა უნდა ვიფიქროთ როგორ გავერთოთ. ბუნებრივია, ხო? დიდრები ვართ და ახლა გვინდა რამე კარგი ივენთი, ძვირფასო მეგობრებო. რამე კაი გართობა გჭირდება. მე შემიძლია კარგი აზრი ჩაგაწოდოთ. ნახოთ რა ხდება ხარაგაულში, რა დიდებული ამბავი ხდება. ყურადღება 11 ნოემბერს 13 საათზე AIP ხარაგაულის კულტურის ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი გიწევთ მჟავეულის ფესტივალს. ისტორიული მუზეუმის ეზოში ტარდება მჟავეულის ფესტივალი. ძალიან კარგი წამოწყება, უბრალოდ კარგი დაპიარება სჭირდება. სახელი უნდა ცოტა თანამედროვე. მჟავეულის ფესტივალი მაინც ძველმოდურად ჟღერს. მწნილ ფართი, მოდი ესე დავარქვათ. 2025-ია ეს უკვე მწნილ ფართი 2025. ან მწნილომანია ხარაგაულში, ამ ამბავს გაგრძელებაც უნდა მწნილის ფესტივალის შემდეგ გაიმართება მწნილის ფესტივალზე დაზარალებულ კუჭის წყლულიანების დისკოტეკა, დილამდე ძვირფასო მეგობრებო გასტროფართი, კლუბური ნარკოტიკის ნაცვლად გაიყიდება ომეპრაზოლი, ანუ ესეთი დაანონსება შეიძლება. ძალიან მაინტერესებს ეს მწნილის ფესტივალი, აი როგორი იქნება, აი რო წარმოვიდგინოთ ძვირფასო მეგობრებო, მწნილ ფესტი როგორი არის, აი რანაირად შეიძლება, აი რაღაცა ესე წარმოვიდგენია მე, აი სოლიდურად ჩაცმული AIP-ის თანამშრომლები რომ დადიან და თეფშებზე, ჩხირებზე წამოცმული ნივრის მწნილი რომ აქვთ და თან დალაგებული და ლაპარაკობენ და აგემოვნებენ აი ამ ესეთ ჩხირზე წამოცმულ ნივრის წნილს. თან პერიოდულად კუჭიდან ამოსული სიმჟავე სიქასრო მაძრობს და სახეზე არ იბჭდებენ. მართლა მაინტერესებს, აი ვიფიქრე წავალთქო, მაგრამ რიცხვს რო დავხედე სამშაბათ დღეს აქვს ფესტივალი, ანუ ეთყობა ხარაგაულში სამსახურები ხო არ არის და ყველა დღე ალბათ დასვენებისაა და ჩათვალეს სამშაბათს ხო მისვენენ. აღარ ვიცი უკვე ამ ქვეყანას რამე თუ ეშველება.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკვე აღარც მახსოვს უკვე მე რამდენი საქმე ზემოდან დაამატეს, ამბობს რომ აუცილებლად ეშველება ამ ქვეყანას თუ ოპოზიცია გაერთიანდებაო. მან Facebook-ზე წერილი გაავრცელა, სადაც ამბობს რომ ყველა წყენას დავივიწყებო, ოღონდ თქვენ გაერთიანდითო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პარტია ბევრჯერ დაშალეთო. მეტი რა ქნას ახლა ამ კაცმა იქიდან იძახის, მაგრამ ყველაფერს პატიობთ, მაგრამ მეორე მხრივ იმ ოპოზიციის მესმის რომ არ ერთიანდება. ხა წარმოიდგინეთ ახლა გაერთიანების მოლოდინში კონსულტაციების დაწყება. მერე დიალოგები, მერე უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები, მერე ხალხთან სოფელ სიარული, ძალიან დამღლელია ახლა ეს. მაგას არ ჯობია აგერ Facebook-ზე კაი წერილს გამოაქვეყნებ, დაგიჯერებს ხალხი ხო კაი, არ დაგიჯერებს კიდე და გადაბრუნდები და დაიწინებ რა ვიცი. რა თუნდა ახლა ამდენი შრომა და ის ჩადო ახლა ამაში. ისე რომ დაუკვირდეთ ქვეყანაში ქართული ოპოზიციის გაერთიანებისთვის საჭირო წინსვლა კი იგრძნობა, ადრე თუ ამბობდნენ მე ამასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავჯდებიო. ახლა ამბობენ მე ამასთან დავჯდები, მაგრამ ამის შემდეგ განვითარებაა. მე ამასთან თუ დავჯდები მაშინ, ეს მაშინ ხო ხდები, მე უკვე რაღაცა უარყოფითი მოდის. კარგად დაიმახსოვრე ქართულ ოცნებად წოდებულ რუსულ ორგანიზაციაო. ასე რებუსებით, პრაგმატული და პერმანენტული წინსვლებით მოგიღებთ ბოლოს ჩვენი გაერთიანების იმედით აღწილი ოპოზიცია. ოღონდ აი აქაც ინტრიგა ჩავდე ძვირფასო მეგობრებო, ოღონდ რა არის ამ ოღონდის მერე, ხო ხდები? ინტრიგა ხო, რამენაირ გადავაგდოთ ესენი. საბოლოოდ რომ შევაფასოთ, გაერთიანების იდეა კარგია, მაგრამ თავმოყვარეობას როგორ უნდა გადააბიჯო. ან როგორ გინდა როცა ოპოზიციონერი ხარ, მეორე ოპოზიციონერის დონეზე დაეცე და იმასთან დაჯდე იქ ერთ მაგიდასთან. გავიგე მესმის რომ ქვეყანა გაარუსეს, მაგრამ როგორ გინდა შენი თავმოყვარეობა სამშობლო საპირწონედ დადო. სამშობლო ხან თავისუფალი იქნება, ხან ოკუპირებული, მაგრამ ერთი თავმოყვარეობა გაქვს ადამიანს და ესეც თუ დაკარგე, ამას ვერასოდეს აღიდგენ. ამიტომ ოცნებად ცალ-ცალკე თუ მოგვერევა, გათითოთ კაცებულ პიროვნების სიამაყეს ვერ მოერევიან. ამიტომ ვერ მოგვერევიან, ძვირფასო მეგობრებო. ამაყ ინდივიდებს ვერ მოგვერევიან. მადლობა ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია სულ მალე ჩემ შოუს გააფორმოს მუსიკალური ბენდი. თამუნა ლეკვიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა PSP, ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით ნოჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქდეთი 345, ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან VivaMed-ში. ნახოთ. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. დიდი ხანია ინტერვიუ არ ქონია და როგორც იქნა შემოვაღწია VivaMed-ში და მინდა რომ ერთხელ ამდენ ძალიან მაგარი ვარ ყოჩხის, მაგრამ ცოტა მოშერები დაჯექი. გაცებული ვარ და არ მინდა რომ ვერისი კეთილი. გაცებული თუ ხარ, მაშინ თუ გინდათ პირბადეთი. ჩემ სახეზე ამ უძღეურება პირბადე რომ დაინახო, ხო დამიმატეს 4 წელი ზემოდან. კარგი. კლინიკაში როგორ ჯნობთ თავს თვითონ ახლა დიდი ხანია უკვე. რა ვიცი, ნორმალურად ვარ. უსაქმურად რო არ ვიყო, დავუბრუნდი ჩემს ძველ ოჯახურ ბიზნესს. ოჯახური ბიზნესი, რა ბიზნესი? ორგანოებით ვაჭრობ, ანუ. ორგანოებით ვაჭრობ, აბა ხა ახლა პალატაში თქვენაც ხარ ვიცით? ხო, არა, იმიტომ რომ თანსაქმე ვარ, თანსაქმე მოძრაობა. ბატონო მიშა, მაინც თავის დროზე ხო თქვენს ანტიპიარზე ეგეთ მოჭორება კარგად იმუშავა, მაგალითად, აი ძუძუს მოჭმაზე რო იყო ჭორი, ხო, ეგეც ხო? ჭორება რო ვერაფერი ვერ მიქნეს, ამიტომაც ედამიჭირეს ვარ.
უხვანო ერთი აქედან გამიყვანა და ძუძუებს კიდე თავის გადავაჭამოთ. აქედან უღუნდ გავიცი. კარგი, ბატონო მიშა, მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. რას ფიქრობთ? აი მაგალითად ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე, ხო? ვანო, რა უნდა თქვა, პრემიერ-მინისტრი იყო კაცი, რამოდენიმე წელი და მარტო სახში ვანო უპოვეს 7 მილიონი. და ოქროს ზოდები, ჩარტერული რეისები დადიოდა წინ და უკან თავისშვილი დაყავდა ამ კაცს. მე ვანო 9 წელი ვიყავი პრეზიდენტი. კარგად მინდა რომ გავუსვათ ხაზი. 9 წელი ვიყავი პრეზიდენტი, არაჯნის კონტეინერს შემოყვევი სამშობლოში. არის განსხვავება თუ არა ვანო? ხო. ის დადიოდა ჩარტერულით, მე შემოვიდი ჩემს მონატრებულ სამშობლოში, არაჯნის კონტეინერით ვანო. სუში და ტორტი როჭამი გადამაყოლეს ზეთ. ეს ვაჟბატონი 9 მილიონი ჭამა და გარეთ დანავარდა ვითომ არაფერი და ვანო უკაცრავად. სხვისი ოქრო ჩუმად არის და ჩემი სუში ჩხრიალებს ვანო მარტო. ხო, ნუ გასაგებია. და მეცაც გეტყვი, მაგარი გადარჩენილია ვანო ხარებაში. აი მოპარული მილიონებთან ერთად გარდურებში რო არ უპოვეს ქაშმირის პიჯაკი და იმ პიჯაკში გოგირდის საბანოს ჩეკი ვანო. ხომ მომისოდენ ახლა გვერდს. ეგეს რა ინტერესოა კი მართალი ხართ გეთახმებით. აი არაბების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი, რა სიტყვით ხარ? ნუ ანუ არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ ჩემ დროს იყო ძალიან ბოდაში ესეთი ტრუკებს ავრცელებდა რუსული პროპაგანდა, რომ აი სააკაშვილი უცხოელებზე აფორმებს ქართული მდინარეებს. სააკაშვილმა ჩამოასახლა ჩინელები კახეთში. აგერ თვალწით ბიძინა გისახლებთ არაბებს. ხმის აუღები ვანო კაცშვილი არ არის. აგერ პირდაპირ ამბობდნენ კიდეც რომ აი სააკაშვილმა იჭერს ხალხს და გაავსო ციხეებით. ხალხს კი არა ბიძინა ოჯახებს იჭერს პირდაპირ აწიოკებს პენსიონერებს ხმის აუღები ვანო კაცშვილი არ. მე იმასაც იძახოდნენ რომ ეს პირსისხლიანი თავის ნებით არწვა. ვანო მშვიდობიანი გზით არჩევნების გადავეცი ძალუფლება. მშვიდობიანად. ბიძინა თავზე გადაგვახია ვანო კონსტიტუცია და მე-4 ჯერ მოვიდა და წასვლას არცეთ არაპირებს. მოიცა ხალხო სახეზე თუ არ მოგწონდით გეთქვა და მეჩები ბიძინას 10 ჯერ მეტი აქვს ცუდი გაკეთებული და თქვენ დალოცულობა ხმას არ იღებთ რა უბედურებ. კაი, ბატონო მიხეილ, პარტიების აკრძალავთ თქვით ახლა და მაგასთან დაკავშირებით რა ფიქრობთ? რადგან ახლა ბევრი პარტია. აბა რა გითხრა ვანო, ჩემი დროის პარლამენტარები, კურიერ, სოციალური კურიერ, ჩემი დროის პარლამენტარები ვანო, მიმართავენ ჩემი დროის მოსამართლეებს, ჩემი პარტიას აკრძალავს. კი მაგრამ ერთ მაწოდინა რა ჩაიდინეს ავება ჩემ დროს ისეთი რომ თავიანთ საკუთარ თავებს იკრძალავენ. ხო, გასაგებია. რაღაც გამომეპარა ვანო არის. და მაინც როგორ უნდა გავისტუმროთ ქართული ოცნება თქვენ? მე მაინც ვანო უნდა დაველოდოთ. რას უნდა დაველოდოთ? იმ ხალხს უნდა დაველოდოთ, რომლებიც ამბობდნენ, აი თუ არ მოგვეწონება, ყელ მოღერებულები რო ამბობდნენ, რომ აი თუ არ მოგვეწონება, გადავირჩეთ არჩევნების გზით. და სად არის მე ეს ხალხი? მიყუშურია ახლა სახში, ეშინიათ გამოსვლა, რა ვიცი, ჩემ დროს კი გამოდიოდით და ავსებდით იპოდრომებს. რა იყო ახლა? შეშინდით პატალებო. ნუ გეჩინიათ, გამოდით, ბიძინა გვასის თავზე. აი ვის აირჩევდით ოპოზიციის ლიდერად თქვენ მაგალითად? ხა ლიდერის პრობლემაა, ხო ახლა მე რჩევის საკითხი მე შემიძლია თქვა რომ ოპოზიციის ლიდერი უნდა იყოს, შეუპოვარი უნდა იყოს, მებრძოლი უნდა იყოს, ბოლომდე მიმწოლი თავის ყავის ამ ბრძოლაში შემგდები, ნოვატორი, რეფორმატორი. მე ესეთი არავინ არ მეგულებო. არავინ არ არის საერთოდ ეგეთი ლიდერი? საერთოდ გარეთ მithumetes არ არის ვარ. გასაგებია. ბატონო მიშა, ბოლოს მინდა პროკურატურის გუშინდელ ბრიფინგზეც კითხოთ, როგორც მოგეხსენებათ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი დაგიმძიმენდათ და როგორ ფიქრობთ, როდის გაგათავისუფლებენ პატიმრობიდან თქვენი ვარაუდი? ამათ ჩანიშნულ ბრიფინგს მე არ უყურებ, მე უკვე აქვს ვარ 4 წელია, გამომწყდეული ყავარ რუს ოლიგარქს, მაქსიმუმ კიდე 5 წელი და მე ვიქნები გარეთ თავისუფალი. ზოგადად მე 9 წელზე მეთხას ვერ გუობს ქართული ხალხი. ციხეშიც კი ასე. კაი ვარ ახლა მე უნდა გავიდე ღარიბაშვილის პალატას ვალაგებინებ და მინდა რომ კომფორტულად რო იყოს და კომფორტულად. კარგი, მადლობა ბატონ მიხეილ, მადლობა. აქეთ ლილიოშვილის პალატას საით არის? აქეთ არის ხო ღარიბაშვილი? ვაგრძელებთ გადაცემას კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეტი და ახალი ქსელების 345, ხოლო მარტივი ნომერი 45.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუს ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური დუეტი ბიძი და ივანიშვილი და მანანა ჩიქობავა. მინდა მადლობა გადაუხადო მანანა ჩიქობავას როლის შემსრულებელ ქალბატონ ვიკა ბუკიას და აქვე შეგახსენოთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ. ბრუნდებით ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი მარიამ გაფრინდაშვილი. აი რამდენი ხანია მინდა შენი გადაცემაში მოყვანა შენ პერიოდულად საბოლოოდ არ ძლივს მოიცადა იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მარიამ მუშაობს ნოდარ მელაძესთან და ამიტომ შესაბამისად ცოტა ჭირს გამოთავისუფლება რაღაცა საქმიდან, ხო ეგრეა? ხო, იმიტომ რომ 24 საათიან შრომაში ვართ. ხო, ვიცი რომ 24, ანუ როგორია, დავიწყოთ თუ გინდა, მაგრამ რაღაც ნოდარი ვახსენეთ, ხო? ხო. მუშაობა ნოდარისთან ჩვენთვის ახლა რამდენად ანუ ხალხო ნოდარ მელაძე არის ვამპირი. ანუ ცემს ალბათ ვიჩხუბებთ ამ გადაცემას რომ ნახავს, მაგრამ ანუ სერიოზულად ვამბობ, რომ მე მსგავსი შრომის მოყვარე არა, მას შეუძლია რომ 24 საათიან რეჟიმში იმუშაოს. ანუ არ არსებობს ხო შეიძლება რომ ზარი გაგეშვას ანუ არ ძინავს მართლა არასოდეს, არის უკიდურესად შრომის მოყვარე და უბრალოდ მიაჩნია რომ ყველას აქვს ზუსტად ისეთივე ენერგია როგორიც მას. და ითხოვს კიდე ტერორისტია ჩემი აზრით. ტერორისტია. ჭხუბობთ ხოლმე? უკიდურესად, იმდენად რომ მართლა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ჩვენი ჭხუბი და მართლა ბრალს წარუდგენენ. აი უკიდურესად ჭხუბობთ, მაგრამ აი რაღაცა ეტაპებია რა, შესაძლოა რამდენიმე თვე გავიაროთ ესე მშვიდად, მაგრამ აი წელიწადში რამდენჯერმე აუცილებლად უნდა ვიჭხუბოთ. მაგრამ აი როგორ ვჭხუბობთ, ამას მართლა ვერ მოგიყვები. იმიტომ რომ ან მე დამაკავებენ ან მას ან ორივეს და შესაძლოა შენც. შეიძლება ხო დანაშაულის არ დაფარვისთვის შესაძლოა შენც აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. ან როგორ იქნება იცი რომ შეიძლება მე ხო არ ვაცნობ, მაგრამ ვიღაცა სპეცრაზმერმა უყუროს თავი იგზნოს შეურაცხყოფილად და აცნობს რომ ხო, სხვა ჩერს ეგ უკიდურესად კარგი პრაქტიკაა. ნახე როგორი ამბავია, ბატონმა სპეცრაზმის ახალმა უფროსს მიმართა სუსმა და თხოვა რომ შენს თანამშრომლებში მომიძებნე სავარაუდო შეურაცხყოფილი სპეცრაზმელები. ხაბეიშვილი საქმეზე. კი და ბატონმა რომანმა ზუსტად მახსოვს, რამდენიმე საათი დაჭირდა რა, 24 საათი არ დაჭირდა. და ეს სამი სავარაუდო შეურაცხყოფილი კაცი იპოვეს, ოღონდ ჩვენებები წავიკითხეთ, ეთერშიც გქონდა და ვერც ადასტურებენ რომ ეხა უკიდურესად შეურაცხყოფილები არიან. ხო, ვერც, მაგრამ ამბობენ რომ მოისმინეს ეს განცხადება და შესაძლოა მომავალში მათთვის ეს შეურაცხყოფა ყოფილიყო რა. და ამის გამო შეუძლიათ რომ სხვა ჩერს მე უკიდურესად მაინტერესებს მათი გამოკითხვა სასამართლოში. ძალიან მინდა რომ ნახო ეს ადამიანები. ხო, ძალიან საინტერესოა. 200,000-ის შეთავაზებით რომ ძალიან ითრგუნები, ძალიან კაი. ხო, ეგ აბსურდული საქმეა საოცარი. ხო, რადგანაც ახლა სპეცრაზმელები ერთი ამბავი რაც შენი არის რომ ხარება მოინელე. ხო, სამწუხაროდ. გული დაგწყდა თუ არა თუ უკიდურესად ნაწყენი ვარ, უკიდურესად. მე მგონია რომ დაიცვა. ერთადერთი ვისაც უფრთხო და ხარება იყავი შენ. ხო და მგონია რომ არ მიფრთხო და მე მგონია რომ მას ძალიან უნდა და ეს ეკრანზე გამოჩენა. უყვარს ეს ეკრანზე. ხო, მგონია, იმიტომ რომ მე TikTok-ზე ვიდეოებს აკეთებინებდა რა, TikTok-ზე იყო ტრენდი ხარება და მგონია რომ რაღაცნაირი TikTok-ერი გახდა ბოლოს რა, სპეცრაზმის უფროსობიდან როგორ შეიძლება გახდა TikTok-ერი რა. ხო და ეხა მგონია რომ ძალიან კარგად
გრძნობს თავს. აი, ეგეთი განცდა მაქვს. კითხულობ მაინც სად არის? არა, არ ვკითხულობ ნამდვილად, მაგრამ მგონია რომ კარგად არის რა, უბრალოდ ახლა შესაძლოა ენატრება ერთი 5 კაცის გალახვა სადმე. რაღაც მისცხოს ვიღაცა. მაგრამ ესე თავისთვის ყოველ შემთხვევაში აღარ გამოჩენილა საჯარო სივრცეში და მეც აღარ მომიძებნია მინდა გითხრა. მისი მოადგილე შენ დაიჭირე ხო მაშინ? ბატონი მირზა კეზევაძე ხო? სადარბაზოში. კი, ის აცხადებდა, სხვა შორის ველოდებოდი რომ შეიტანდა სარჩელს, იმიტომ რომ მითხრა რომ შენ მე დამარბიეო. ანუ მე დავარბიე. მირზა. ამ ქვეყნის სპეცრად ხო? უფროსის მოადგილე. ყველაზე მაგარია დიდი ხანი რომ გაგიჩერდა რა. სხვათა შორის ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მას არ უნდა და გაქცევა და მეც აღარ მოვეშვი არასოდეს და ბოლოს მითხრა რომ დამაკავე, წამიყვანე გიხვეწებია. მე სადაც კაია. მაგრამ ეს ახალი ახლა გედედეს უფროსი ვინ არის? ეს ბატონი გედედეს უფროსთან სხვათა შორის ჯერ არ მქონია ესეთი გადაკვეთა ერთადერთი. ჯერ არ იცის ვინ ახარ თუ იცის? უცნობია იცის თუ არა, მაგრამ ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში 4 ოქტომბერს მახსოვს რომ ორბელიანზე მე ის დავინახე, საკმაოდ განერვი ვიყავი მღობის გადაწევაზე. ხო, ღობის მიწევაზე ვიყავი, კი. და იქ სადღაც აი ბოლოსკენ მე ის დავინახე და ვცდილობდი გასაუბრებას, მაგრამ აღმოჩნდა რომ აი ხარებას ხო იცავდა მთელი სპეცრაზმი, მართლა ესეთი ალყა ქონდა რა და ეთყობა იგივე გზაზე მიდის ბატონი რომანიც, იმიტომ რომ რაღაცა ალყაში იყო მოქცეული და არ დაგველაპარაკა. არ უნდა ჯერ მედიასთან მას. ყოველ შემთხვევაში მე არ მქონია ესე გადაკვეთა მასთან რა. ნუ ალბათ რაღაცა პერიოდის მერე შეიძლება მოგიწიოს. შესაძლოა ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები ამ ქვეყანაში. შესაძლოა კი და თან რა არის იცი ახლა რადგანაც ეს აქციებზე საუბრობთ, ნუ მე სულ მაკვირებს ხომ შენ სულ ხარ აქციებზე გასაშუქებლად და მე ყოველთვის ვარ გაკვირებული შენი გამძლეობით. ანუ აი მაგალითად რომ შეიძლება ყველა წაიქცეს გაზისგან, მაგრამ შენ რაღაცა იმუნიტეტივით გაქვს გამომუშავებული, რომ გაზს ჩვეულებრივად როგორც ჰაერი ისე სულ. სხვათა შორის იცი რა არის? აი ბოლოს რამდენჯერმე გამიჭირდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ სპრეიც აურიეს ეთყობა ციცაკის და სულ არ მიჭირდა, მაგრამ თვალები უკიდურესად ამეცვა რა. აი ცოტა მხედველობა და სხვა შორის ძალიან კარგი იყო, ერთი პოლიციელია რა, ბატონი ხუტა, პაჭკორია, რომელიც წულუკიანმა გალანძღა პარლამენტში. არ იცოდა როგორ ჩანს, როგორ არ იცოდა, არ ვიცი თბილისის პოლიციის უფროსია, მაგრამ წულუკიანმა გალანძღა და ეძახა ნაცების ზონდერი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე და ეს კაცი ამ დროს როცა წულუკიანი ლანძღავდა პარლამენტის წინ იდგა აქციის მონაწილეების დასაჭერად. მე ის ჩავწერე მაშინ და ვკითხე რომ იცის ქალბატონმა თია მაქროდ გახარცქო. ანუ იცი, იმიტომ რომ თია ითხოვდა რომ ის ხო დაჭერილია და გაუშვესო ნაცების ზონდერიო და ეხა ქართული ოცნების წარმომადგენელი. მე ერთი ფაქტი მინდა გავუსვა ხაზი რომ ზოგადად ჩვენ ტელეკომპანიის დირექტორი ვატო წერეთელი არის ზედმეტად ყურადღებიანი ადამიანი, ნუ ამას სერიოზულად ვამბობ რა, ნუ აი თანამშრომლებს თუ უჭირს, არ არსებობს რომ სადღაც აი არ გაჩნდეს იმ დროს, ან დარეკოს, ან რაღაც არ მოიკითხოს და რაღაც და ნუ ეს მახსოვს 20 ივნისი იყო თუ არა, ეს იყო აი პირველი რუსული კანონი. პირველი რუსული კანონი ის ძალიან დიდი დარბევა და შეტაკება რო იყო, მაშინ იყავი შენ ველზე გასული. კი. და როგორც ვიცი, მაშინ გამოქანდა შენს დასახმარება. ხო, ეს ვატო ზოგადად ჩვენი ვატო მართლა ძალიან ყურადღებიანია რა, მართლა ან გირეკავს იმ დროს, როცა არ უნდა დაგირეკოს და უბედურებაში ხარ. და იცი რა არის, აი უბედურება ხდება პარლამენტის კოლონადებთან ვარ, მოაყენეს უკვე სპეცტექნიკა და ხვდები რომ იწყება დარბევა რა. და ნუ ვატო მანამდე რეკავს ლაივში ვარ და უცებ ხედავ ვატო წერეთელს, რომელიც მოვიდა, დავინახე და მეუბნება უნდა გადაგარჩინოთ. წამოდით. გაიწიეთ, გოგო, თან ეთერში ვარ და მეუბნებ, ხო, გადი, ანუ ხელით ვანიშნებ, რომ ხო, გაიწიე, არაო, აქო შანსი არ არის, არ დაგტოვებთო რა. და იცი რა მოხდა, რამდენიმე წამში, წყლის ჭავლის, ანუ რამდენიმე დარტყმა
და ვატო გაიქნია ხო? ვატო ჩავარდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და ბოლოს მოვასულიერეთ ჩვენ. შერაკი გამოიყვანე ხო იქ? გამოვიყვანე, ვერ დავტოვებდი მართლა, იმიტომ რომ თავად არასდროს არ დავტოვებდა და შესაბამისად დავეხმარეთ ნამდვილად ერთმანეთს ბოლოს. კაი, კი ბატონო. მაგრამ ეხლა მოდი, იცი რა უნდა კითხო, შენ ქონდა წინა კვირას, თუ არ ვწდები, საინტერესო საქმე აიღე. ხო, რომელს ეს არის კორუფციის საქმე. ჯუანშერის და ღარიბაშვილის თუ ხო, ბატონი ჯუანშერის, კი. ჯუანშერის საქმე გაქვს აღებული და ნუ რამდენი ტომია? ჯუანშერის საქმე არის 34 ტომი და ამ 34 ტომში ხო წარმოგიდგენია რამდენი ფურცელია რა? ძალიან ბევრი იქნება. უკიდურესად ბევრი და ყველა ფურცელზე. ხო, რა თქმა უნდა, გავეცანით ჩვენ ვეცნობით ამ საქმეებს დეტალურად და ესე იგი იცი რას მივხვდი რომ მე ზოგადად აი ძალიან პირდაპირ გეტყვი რა ხა კომფორტი, სიმდიდრე და შენც ხო გიყვარს რა? ხო, ნებისმიერ ადამიანს მოწონს კომფორტი, მაგრამ აი ბატონ ჯუანშერს აი უსაზღვროდ მოწონს ეს ყველაფერი ოღონდ სახელმწიფოს ხარჯზე რა? ხო. კი, ძალიან მოწონს. აი მაგალითად ბატონ ჯუანშერს ამ საქმის მასალების მიხედვით ქართულ ჯარზე დიდი შეიარაღება სახლში აქვს. მართლა? იმდენი იარაღი. კი, ძალიან უყვარს იარაღები, ძვირადღირებული ავტომობილები და სხვათა შორის საინტერესო იცი რა არის, რომ აი ამ საქმის მასალების მიხედვით ქრთამი რომ აქონდათ შავი ჩანთით მასთან, ოღონდ ქეში უყვარდა. კი, ოღონდ ქეში მოწონს ბატონ ჯუანშერს. მერე სავარაუდოდ ეს ფული კრიპტოვალუტის ბირჟას და იქედან კი ბატონო. შესაბამისად, აი ბატონი ჯუანშერის სიყვარული ამ ყველაფრის მიმართ ყოფილა უსაზღვრო, რაც ჩანს ამ ბოლოს რას დაუმტკიცებენ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ საქმეში ესე წერია. საქმეში წერია, რომ ხო უსაზღვროა. სხვა შორის ბებია, ბაბუა, ბების მამი და ყველა ჩართული ყავდა აი ამ ამბავში. ყველა სხვათა შორის ხალხი შესულ ხალხს სხვა შორის ძალიან ბევრი ნათესავი ყავს, როგორც გაირკვა ამ საქმის მასალების მიხედვით, აი რამდენი ტომია ვერ წარმოიდგენ, სადაც საუბარია მის ქონებაზე, რომელიც აქვს გადანაწილებული ბებიაზე, ბებიისდაზე, ბაბუაზე, შვილის სიმამრზე და ასე შემდეგ რა. აი მაგალითად ერთი რამე საინტერესო გარიგება რა იცი რა ძალიან ბევრი გარიგება ქონდა, მას უნდა ითქვას, მაგრამ ერთი იყო ძალიან საინტერესო ამბავი, სახლს ყიდდა რა ბატონი ჯუანშერი და ამ საქმის მასალებით რჩება განცდა, რომ მან შესთავაზა მეგობარს თუ სწორად მახსოვს ამ სახლის მიყიდვა. ოღონდ ამ მეგობარს არ იყო თანხა, მაგრამ ჯუანშერმა შესთავაზა, რომ მე ამ თანხას გიშოვიო და საქმიდან ჩანს, რომ მისივე ფულს აპირებდა, რომ პროცენტით მიეცა მეგობრისთვის. გაუპროცენტა ფული? ანუ აპროცენტებდა სავარაუდოდ. ანუ ესე გაუპროცენტა ფული, ანუ ის რაც დააკლდა. თავის სახლს ყიდდაო. თავისივე სახლის. მიყიდა იმან ფული მისცა, ამან იმას არ ეყო და ამან ასესხა კიდე ზემოდან ფული პროცენტიც აიღო. აუ ხო კარგი აი სუპერ კაცია. სქემა. ანუ კარგი სქემა. ეგ ხო არა ხო უნდა მოიფიქრო ეგ. მოიფიქრა ბატონ ჯუანშერს სხვა ჯერს ბევრი ასეთი სქემა აქვს ამ საქმის მიხედვით. ბოლოს რას დაუმტკიცებენ კიდევ ამბობ. არ ვიცი, მაგრამ ნუ აი ამ საქმეში ძალიან ბევრი ასეთი სქემაა სხვათა შორის მინდა გითხრა. აი მაგალითად ხვალ რაც უნდა გავიდეს რა სიუჟეტზე მუშაობ. ხვალ რაც უნდა გავიდეს მოკლედ ბევრი სიუჟეტი გამზადებული მაგრამ გავა არ გავა. შესაძლოა ერთ-ერთი გავიდეს სუსი ეძებს კაცს. თელს მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში და ჩვენ ვიპოვეთ ეს კაცი. სხვა შორის ძალიან საინტერესო რესპონდენტია. ჩაწერეთ და კი, რა თქმა უნდა. სუსი ეძებს კაცს. ვერ იპოვა. კი, ჩვენ ვიპოვეთ. და ძალიან საინტერესო. რაუცნაური არის ღმერთო და ჩვეულებრივად დაგიჯდათ ინტერვიუზე გიგესაუბრეთ. ჩვენ მას ვესაუბრეთ და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუა, ისეთ საინტერესო. რა სხვა შორის ამასაც ვეკითხებით, რომ ვერ გპოულობენ ბატონო და სად მოგძეს? სად ახარ? ლოკაცია ჩაარი. სად მოგძეს? ჩაუნდება ის ლოკაცია. ანუ ხო. იმედია ბატონი მამუკა მდინარაძე. აი მაგალითად ეხლა რო ელოდები რესპონდენტს და ნუ ის სახლიდან არ გამოდის რა. ანუ მე ეხლა ხვდები ხოლმე რომ როდესაც სახლთან ხვდებიან ჟურნალისტები ხო ადამიანს
რამდენი ხანი შეიძლება ადამიანს ელოდო რა იქ ხო ეს რთული პროცესია ძალიან სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რომ ყველა მიცის და მელაძემ განსაკუთრებით რომ ჩემთვის არის დასჯის და წამების ტოლფას რომ ველოდო საათობით ან დილით ადრე თუ უნდა დაველოდო ვიღაცას აი ეს არის ჩემს უდიდესი ტრაგედია ამიტომ ჩვენ ძალიან კარგი სქემა გვაქვს მოფიქრებული მე კრიმინალზე ვმუშაობ ძირითადად და იყო შემთხვევები როდესაც ჩვენი გუნდის წევრი მაგალითად ერთს როგორ გამოყავს იცი სახლიდან რესპონდენტი ძველი ბიჭი ერთ-ერთი როგორ გამოიყვანა იცი დაურეკა რომ თქვენს სოლთან კურიერმა ყვავილები გამოგვატა და მოდია ავის საძმოსთან ერთად გამოვიდა ყველა ჩაწერა აუ რა მაგარი და შესაბამისად ეს რაღაცა მესენი გვაქვს რა ვიცით უკვე როგორ უნდა გამოიყვანო კურიერის რესპონდენტის სახლი და რომ დიდხანს არ ძალიან მაგარია აი ხა ნოდარი რადგან სახსით წეგან დამოვიწყო მე თქვა რომ თქვენი ვიდეოებს უყურებ ხოლმე შენ და ნოდარის რაღაცა დებთ ხოლმე რა სამუშაო პროცესში და მუდმივად შესჩივლი ხოლმე რომ ანუ გამიშვი პაემანზე შესჩივლებ ხოლმე რომ აი გათხოვების საშუალებას არ მაძლევ არაფრის საშუალებას არ გვაძლევს ვერ თხოვდები ხო ანუ არაფრის საშუალებას არ გვაძლევს აი რა ეტაპზე შეიძლება წავიდე პაემანზე როდის შეიძლება გავთხოვდე ან რაიმე ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა როცა შენი უფროსი არის ნოდარ ან როდის რა მომენტში უნდა გაიცნო ადამიანი ხო არა თუ გაიცნობ ვიღაცას რესპონდენტებთან ურთიერთობა არ შეიძლება აქ თუ გაიცნობ პირველს ხოდა ხოდა შესაბამისად აი ძალიან მძიმე ჩიხში ვართ რა შაბათი არის ჩიხში ნუ ესეთი ნინო წილოსანი რო გვიცავდა იცი ნოდარ მელაძისგან ქალბატონი ნინო წილოსანი პარლამენტის წევრია ხო ისე აი ქალბატონი ერთ დილით დაწერა დიდი ვრცელი სტატუსი რომ ნოდარ მელაძე ატერორებს თავის ჟურნალისტებს ეჩხუბება ცემსო დავუწერე რომ ქალბატონო ნინო აი როდის გნახეთ ნაცემი ან რა ინფორმაცია გაქვს ჩხუბი კი მაგრამ ნაცემი გავახულები გაბულინგებსო აწამებსო და ქალბატონი ნინო რა მოლოდინი მქონდა რომ უჩივრლებდა იმიტომ რომ დეპუტატია ის და დანაშაულის შესახებ თუ აქვს ინფორმაცია უნდა წავიდეს რა და ზოგადად ეხლა რატო აირჩია მაინც კრიმინალური თემატიკა ანუ რა მოგწონს კრიმინალი ხო იმდენი თემაა აი რა თემა რა ვიცი აი ხო ხტები კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში ხო გითხრათ ჩვენ ბატონმა ბიძინამ დაირჩია შესაბამისად ანუ იცი რა არის არ შემიძლია აი პარლამენტში მაგალითად ჩემი კარიერის განმავლობაში 2008 წლიდან ჟურნალისტი ვარ 4ჯერ ვარ ალბათ 4ჯერ ყოფილ ვარ რა დაყოფი ხო არ დადიხარ არა არ დავდივარ თუ რაღაც ისეთი არ ხდება და შესაბამისად მე ჩემი მიმართულება არის კრიმინალი რაც ძალიან მომწონს და მომწონს ეს თემები იგივე სისხლის სამართლის საკითხების საკითხვა და თვითონ აი კრიმინალური კანონებშიც ერკვევი ხო რაღაცა აი ეს რა არის სიტყვაზე ანუ ქურდულშიც ერკვევი ქურდულ კონსტიტუციას გულისხმობ ანუ ქურდულში ერკვევი ანუ არა ქურდულში ესე არა მაგრამ ხო ანუ მოიტანა ეს ეხა გარემოება ცხოვრება მოიტანა აი ეს კლანები დაჯგუფებები ხო უკვე კარგად ვიცი რა ხო რა არის სპრავედლივი არასპრავედლივი ხო რაღაცა თითქოს თან რა არის იცი ძალოვნებს იცნობ ძალიან ისე. ხო, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელია ვმუშაობ კრიმინალს და ბევრ ადამიანს ვიცნობ ძალიან ამ სისტემაში. ხო და შესაბამისად, ნუ ხო, ჩემთვის უფრო კომფორტული და საინტერესოა რა. მე რო ეხ თეატრში გამიშვა გადაღებაზე. შესაძლოა ჩამოიქცეს ეს თეატრი და ამიტომ არ უნდა გამიშვა. სხვაჩერს ერთხელ გამიშვეს რუსთავი 2-დან და დარეკა იმ თეატრის მთავარმა რეჟისორმა რომ იქნებ გაიყვანეთ ეს გოგონა. გაიყვანეთ რა უნდა. რა ცუდად იქცევა. რის გასაშვებად. რაღაც კადრის გადაღება დამსაჯა ლაფერამ სხვათა შორის და გამიშვა თეატრში იცოდა რომ და ისე ცუდად მოვიქეცი რომ მართლა მოითხოვეს რომ იქნებ დატოვო რეპეტიციის ჩატარება თავიდან მოვითხოვე რომ კადრი მე ვერ მოვასწარი ეხა თქო და მოკლედ ცუდი გამოცდილება მაგრამ პარალელურად საინფორმაციოც მიყავს ამაზეც მუშაობ ხო არ მიყვარს იცი არ არის ეგ ჩემი კომფორტის ზონა არა ვერ არა იმიტომ რომ ჩემთვის მე ვარ ქუჩის რეპორტერი კარგად მიყავს და მაგით ხო იცი რა არის მე დიდად
მოკლედ არ არის ეგ ჩემი საყვარელი საქმიანობა, ძალიან პირდაპირ ვამბობ, მე ქუჩის რეპორტიორი ვარ რა. კი, იმიტომ რომ იმ ეთერში რო ვზივარ, გარეთ რო რამე ხდება, მე ნერვები მეშლება. მინდა რომ იქ ვიყო და შესაბამისად აი სტუდიაში რო ვზივარ, მგონია რომ რაღაცა სადღაც პატიმრობაში. ხო, მაგრამ ხო ერთვება მე იქიდან ჟურნალისტი და ბრაზდები ვინც მერტობა ყველაზე. ბრაზდები და ალბათ უფრო ითხოვი იმათგან უფრო მეც სიტყვა რომ მიდიმიათ. ეს არის რა, ძალიან არ მომწონს ეგ, მაგ თან რა არის იცი რომ შენ ზოგადად ხო, აი რადგანაც ეს ჟურნალისტებზე ესეთი აგდებული დამოკიდებულება აქვს თვითონ ქართულ ოცნებას. აგდებული არა რა. ხო, აი რაღაცა უსამშობლო, რადიკალი, უღმერთო, უყველაფრო ხალხი ვარ. ხო, იმიტომ რომ შენ ხარ ერთადერთი გამორჩეული, რომელიც არასოდეს ანუ სიტყვას არ არჩენს, ანუ აუცილებლად ეპასუხები მაგ დროს, როდესაც პოლიტიკოსი შეურაცხყოფას გაყენებს. ხო? მე სულ მიკვირს ხოლმე რომ ჟურნალისტო შეურაცხყოფას აყენებს, მაგალითად აი კალაძემ რამდენიმე ჟურნალისტი ისე მიაყენა შეურაცხყოფა, რომ წარმოვიდგინე მეთქი ახლა აქ მარიამ გაფრინდაშვილი იყოს თქო რა. ხო, არა, მართლა არ ვთვლი რომ მე არ ვფიქრობ ჟურნალისტამდე მე ვარ ადამიანი და თან ძალიან თავმოყარე ადამიანი და არ ვფიქრობ რომ ვინმე შეურაცხყოფა უნდა მომაყენოს. ეხლა იმას მივეჩვიეთ და მე მეცინება მართლა რა, უსამშობლო, უღმერთო, რადიკალი და ასე შემდეგ რო ვართ, ოკეია და გავიგე, მივეჩვიეთ მე მეცინება რა, მეც ვეძახი იგივეს ჩემს კოლეგებს და ვხუმრობთ. მაგრამ ეხლა ვინც არ უნდა იყოს შეურაცხყოფას, ხო, არაფრთ არ გავუტარებ რა. იმიტომ რომ მგონია რომ არ ვიმსახურებ. წარმოშობით ხარ ჭიათური? დიახ. გიყვარს ჭიათურა? ანუ ჭიათურაზე ვგიჟდები. ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაშიც იქ ვსწავლობდი და ძალიან მიყვარს. ერთადერთი ქალაქია, სადაც არასოდეს არაფერი არ გადამიღია. არ ჩავდივარ გადაღებაზე. რომ გავიგო ჭიათურაში რაღაც საშინელება მოხდა, მელაძესაც არ ვეუბნები. არავის არ. იმიტომ რომ ანუ პრინციპულად არასოდეს არ ვაკეთებ რეპორტაჟს ჭიათურას. ძალიან მიყვარს, უკარგესი ქალაქია, ულამაზესია და რავი, მე ყველაზე კარგად თავს ვგრძნობ იქ რა. კი, რა. ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს. ხო, ანუ რადგან შორს არიან აქედან, ხო, ეხლა შესაბამისად შენ რომ გადაღებაზე ხარ და ძალიან ისეთ საშიშ გადაღებაზე, ალბათ მშობლები ცოტა ისე არიან, ხო? ანუ როგორ ხო, იცი როგორ არის, როცა იციან რომ აქცია იგეგმება, ან ჩამოდიან თბილისში და სახლში ნერვიულობენ, თუ ვერ ჩამოდიან მირეკავენ, ან მართლა, რამდენი წელია ჟურნალისტი ვარ და დედაჩემიც და მამაჩემიც დარბევა რო იწყება, ხო იცი? ლაივში რო უნდა შეხვიდე მირეკავს, დედა დადე მიკროფონი წამოდი სახლში. როგორ წამოვიდე? კი, მე რო ვდებ და მივდივარ, ან გირეკავს და გეუბნება, რატომ არ გაცვია თბილად? ანუ მართლა დღემდე დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ოჯახი ვერ მიეჩვია, რომ მე უნდა ვიყო გადაღებაზე რა. ხო, და მან ის არის ხა ეს ერთ-ერთ ბოლოს აქციაზე რაღაცა თავში მოხდა რაღაცა გაურკვეველი საგანი. ანუ რა იყო თავი რა მდგომარეობა ქონდა და არ ვიცი, მქონდა 7 ნაკერი რა. ხო. ანუ და რაღაც დღემდე არ ვიცი. კიდე კაი ქართულმა ოცნებამ არ თქვა რომ თვით დაზიანება მივიყენე, იმიტომ რომ კადრში ჩანდა რომ რაღაც გაურკვეველი მომხდა და არ ვიცით დღემდე არ მიუხედავად იმისა რომ რუსთაველზე იცი როგორი კამერები დააყენეს რომ გავივლი არ ვმესიჯობ, იმიტომ რომ მაგასაც კითხულობენ რა. ხო, მართლა ეგრეა. ყველაფერს ხედავენ და მე თავში მართლა 7 ნაკერი მქონდა და ტვინის შერყევა და დღემდე არ ვიცი ვინ მომაყენა ეს დაზიანება, რატომ მომაყენა და ასე შემდეგ. ანუ ეს შორიდან ასროლი მოხდა თუ სავარაუდოდ, იმიტომ რომ მე პოლიციასთან ერთად ვიდექი და ვერაფრით ვერ ვიტყვი რომ ეს რაღაცა სამართალდამცველებმა იქვინციდნენ, ეგრე არ იყო, ანუ მგონია რომ არ ვიცი, მე გადავადგილდებოდი, დარბევა იწყებოდა და მაგ დროს მომხდა ეს მძიმე საგანი და ნუ დღემდე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მჯერა თუ უნდოდათ რომ ვცოდნო და აუცილებლად გამოიძიებდნენ. შესაბამისად ვინმეს აქციის მხრიდან რო ესროლა, ამას აუცილებლად დაგიდებდნენ. ხო, აუცილებლად დაუდებდნენ და დააკავებდნენ და ასე შემდეგ და რახან არ მოხდა ეს მაშინ? ხო.
აი ხო სულ გეუბნებოდი რომ ძალიან კაი გადაცემა გამოგვივიდოდა თქო და არასოდეს ეს შეთვითონ იყავი ცოტა შებოჭილი ხოლმე ის ხო იმიტომ რომ აი ამ ფორმატში მე ის ვარ ხო იცი მე დარბევაზე უნდა ვიარო პარკეტზე ვერ დავდივარ თქო სულ პარლამენტში ჟურნალისტი არ პარლამენტშიც მაგიტომ არ დავდივარ და ბოლოს ვიყავი რამდენიმე თვის წინ და სოზარ სუბარი გამიბრაზებია ვერც მივხვდი და დამასანქცი რა აღარ მიშვებდა პარლამენტში ეგონა რომ მაგრად მეწყინა კიდე ბევრი ძალი არ მივასწავარავ. პირიქით, მადლობა რომ მადლობა ბატონო სოზარ, გთხოვთ ამ კრძალეთ. არ შემომიშვათ მაგ შენობაში. საერთოდ არ მეწყინება. არ მიყვარს მან სიარული. კარგი იყო, ძალიან დიდი მადლობა რომ მადლობა შენ, ვანათ მომიკითხე თქვენი გუნდის ყველა წევრი, ნოდარ მელაძიანად. კი. წარმატებებს გისურვებთ, ველოდები უკვე ახლა ცოტა ხანში წუთი-წუთზე დაიდება თქვენი ანონსიც, რომელსაც აი პირველი როგორც კი იდება პირველი წუთიდან. აზიარებ თუ უყურებ? ვუყურებ. რატომ არ აზიარებ? იცის? ზოგადად რა არის იცი რომ რა არის? აბა, მითხარი რატომ არ აზიარებ ჩვენს ანონსს? ვაზიარებ, მაგრამ პრივატულ ჯგუფებში. ძალიან პრივატულ ჯგუფებში. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოსვლისთვის ჩვენი სტუმარი იყო მარიამ გაფრინდაშვილი, ძირფასო ტელემაყურებლებო. დღეს მე ამით გებშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში, არ გადართოთ წინ პირველი ხაზი გელოდებათ ვიკა ბუკიასთან ერთად ნახვამდის. გადაცემის სპონსორია ესენსი. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.